დღემშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ, გუშინ ერთი ფაქტი მოხდა, სადაც ჩემი სახელი იქნა გაჟღერებული. კიდევ ეს გაგრძელება არის იმ დიადის საქმის, რაც ეს ბოლო დღეებია განსაკუთრებით დაქოქილია იქ PPS-გან, მურგოშიასგან, კოცებიდან, სუსიდან და ასე შემდეგ და მინდა გამოვეხმაურო ამ ყველაფერს რა. მოკლედ, ჩემმა გამომწერებმა კარგად ნახეს აქ ვიდეო წიდო ამ დილას დადებული, სადაც ასახული არის ყველაფერი ეს. გუშინ ქართველთა დიდი გაერთიანების წევრები იყვნენ ჩასული კრწანისის ტყეპარკში, გამართეს აქცია და იქ ასევე იმყოფება სამოქალაქო აქტივისტი, ალბათ ასე უფრო შეეფერება, ალბათ ყველაზე მეტი ზუსტი დეფინიცია არის ხატია ჯანაშია, რა ვიცი, ვიღაცებთან ერთად რა. და რა თქმა უნდა, ახლა როგორც ქართველები, როგორც წინააღმდეგი არაბული ქალაქების მივიდნენ იქ. და იქ აღმოჩნდა ესეთი რაღაცა, რომ თურმე ჩატარეს აქცია და მივიდნენ იქ, სადაც კიდე მეორე საპროტესტო ჯგუფი იყო და იქ აღმოჩნდა, რომ რატომღაც ამ ხალხის დანახვა იქ დიდად არ ესიამოვნათ და პირიქით ახსნა განმარტება დაჭირდათ, რომ ვინ არიან, რა არიან, საიდან მოდიან, რატო მოდიან, რატო აპროტესტებენ, არ ვიცი, მე ვერ ხვდები. ჯერ ეს რა მიდგომა და დამოკიდებულება არის, როდესაც საერთო ეროვნული პრობლემა არის ქართული მიწის გაყიდვის საკითხთან დაკავშირებით. ეს რატო უნდა გაინტერესებდეს, როცა ძალიან კარგად იცი ვინაა ეს ხალხი. და ხარ მიზეზებზე. და არ ვიცი, მე ამას ჟანა დარკის ჩინური პატენტი რო არის რა, ეს ქართულ რეალობაში გადმოტანილი ეს ქალი. საიდან გამოძვრა, საიდან მოვიდა, საერთოდ ეს ცალკე საკითხია, მაგრამ და დაუწყო იქ მამის ტოლა, დედის ტოლა ხალხს, ჭკუის სწავლება და საუბარი სარწმუნოების შესახებ, პატრიოტიზმის შესახებ და დაიწყო ისა, რა ქვია, პრეტენზიების წამოყენება, რომ თურმე ესე იგი მაგ გაერთიანებაში არიან თურმე წევრები, რომლებიც თურმე პატრიარქზე რაღაც ცუდს ამბობენ და ამიტომ თურმე არ შეიძლება ისინი აქ მოვიდნენ, გვერდით დადგნენ, ერთად დადგნენ, პრობლემაზე როგორც ახასიათებდათ საერთოდ ამათ. და ვინო გასვახლა ხალხმა კითხეს და აიო ერმილე ნემსაძეო ხო არისო თქვენთანო, აი და თქვენი წევრი ხო არისო და გო პატრიარქსო პუჩჩის ეძახისო და დაიწყეს რაზბორკა რა, იქ მთელი ამბების ესე რომ ჩვენს გვერდითო აი პუჩჩისტებიო ვერ და ვინც პატრიარქსო აგინებდაო და ესე შემდეგ ხას უსვამს რა თუმე რომ ვაგინებდი ხო, რომ ვერ დადგებაო აქეთ-იქეთო. მოკლედ, მინდა გამოვეხმაურო, მე ამ ეპიზოდს თუ ვინმეს მართლა აინტერესებს, დეტალურად დავდებ და ვისაც აქვს ზედმეტი კითხვები, კიდევ ერთხელ ჩავაგდებიე ფენას. მოკლედ, ჩემთვის ყველაფერი ნათელია, არც ადრე არ იყო ეს, რა ქვია, ეს ყველაფერი დამალული, ეს ქალი არის შექმნილი სუსის მიერ და სუსის მიერაა მართული ასარევად, სადაც ფეხს დადგამს, იქ უნდა აკოთოს ყველაფერი, არ აქვს მნიშვნელობა ეს. კონსერვატორებში იქნება, არ აქვს მნიშვნელობა იქ. ნიკოლი ბჟავანაძესთან იქნება ჩაწერა, მე იმასთან უნდა აკოთდეს, არ აქვს მნიშვნელობა სხვა ყველგან, სადაც მივა, ამა უნდა არიოს ყველაფერი და დარიოს და უნდა შექმნას ქაოსი და ეს უნდა გამოვიდეს, რომ ეს არის ერთადერთი და ეს თავდადებული პატრიოტი და ესე შემდეგ. ახლა კარგად მომისმინე. დედრო. ქართველ ქალობას შენ არ იმსახურებ და არ მოგმართავასე. ჯერ ერთი იმდენი ზრდილობა უნდა გეყოს, რომ შენ თვითონ ყოფილხარ 45 წლის. 45 წლის ყოფილხარ, ხო? და შენზე 20 და 30 წლით უფროსი ადამიანები, როდესაც მოდიან, მით უმეტეს დღევანდელ პერიოდში, სადაც ძალიან უჭირს ქვეყანას. ძალიან როდესაც უჭირს ქვეყანას და მიწა და სამშობლო რო გვეკარგება, იმდენი ზრდილობა უნდა გქონდეს, რომ უფროს ადამიანებს მასე არ უნდა ესაუბრო. და 45 წლის რო გახდი და ეხლა ეს 2-3 წელიწადია ესა პატრიოტობა დაიწყე და ესა რა ქვია გაგიჟდი თურმე სამშობლოს სიყვარულზე
და მანამდე თურმე ბავშვი იყავი 91-იანი ხარ და არ გახსოვს არაფერი, არ იცი არაფერი და ესე შემდეგ, მაგ ხალხი ვინც მაგ იყო მოსული, აი ამ საცუდავი ქვეყნის მიმართ უაწმოსილი ადამიანია და 9-ჯერ დანახრეტია მიტინგებზე და 1000 უბედურება აქვს გადატანილი. ქალბატონს რო ეუბნები, შენ ჯვარი გკიდია, ვინ ჩემი ფეხები ხარ შვილო, შენ საიდან მოხვედი, ვინმე სასწავლო სარწმუნოება, ვინმე სასწავლო პატრიოტიზმი, საერთოდ ვინ ახარ შენ? შენ ერთი მდედრი ხატია ჯანაშია, ვინ ახარ? ეკითხები. არავინ და არაფერი არ ახარ. შენი სახელი და გვარი არაფერს არ ამბობს. არაფერს არ ამბობს პროვოკაციების გარდა. ბოლო წლებში რაც ხდებოდა. და ასწავლე ადამიანებს და არ გინახია არაფერი და არც გაგიგონია და არც გაგონება არ გინდა. ზრდილობა არ აქვს. მას ქვია უზრდელი ადამიანი. როდესაც უფროს ადამიანებს ასე მიმართავს, რომლებიც ამ გაჭირვების პერიოდში, ისედაც ორი კაკალა ადამიანი რო არის დარჩენილი, ვინც ხმას იღებს საქართველოში უბედურებასთან დაკავშირებით, რაც არაბიზაცია ქვია, იმაშიც კიდე განხეთქილება შეგაქვს. და იქ აწესებ, რომ თურმე თქვენთან ვიღაცა, ჯერ თქვენ ვინ ახართ? რომ თქვენთან ვიღაცა მოვიდეს. ან იმისი არ იყოს, რა ქვია, რიონის ხეობის მცველების არ იყოს, ეს მარტო თქვენი პრობლემა იყო და თქვენ ისინი იყვნენ თურმე, რა ქვია, ხმის ამომღებლები, დარჩენის თურმე პროტესტის გამოთქმა არ შეიძლებოდა. თქვენ ვინ ახართ თქვენ სამშობლო ეს და ჩვენია და თუ ვინმე მოვიდა იმისთვის, რომ გვერდით დაგიდგეს, შენ კი არა, საქმეს დაუდგეს, ხო? კეთილი ინებე და როგორც ქართველმა ქართველს ხელი ჩამოართვი და ერთად იბრძოლით ქვეყნისთვის. ხო? თუ შენ სამშობლო გიყვარს და თუ მოგზავნილი არ ახარ. და მერე და მეორე. მაინც და მაინც ერმილე ნემსაძე რატო? რატო მან და მაინც ერმილე ნემსაძე? აი მაინტერესებს. აი ეს ორკესტრირებული ესა რომელიც იყო ეს დღეები არის, რომელიც მიმდინარეობდა. აი ამ ძუკნიდან, აი ამ ქუთაისელი ძუკნიდან, აი ამ ბათუმელი LGBT-დან, აი ამ რუსების მწოველი მიდან, რა ქვია, ძუკნადან ზამით კიდევ ერთს გაჩვენებთ. საჯანდაბაში ეს დედა მოწყმოდეს. აი ეს ავადმყოფი რო არის რა. ხო. აი ამ ინვალიდი სირიდან ამიტომ აი ეს დღეები რომ მიმდინარეობდა ეს ყველაფერი, ჩემს მიმართ რომ პატრიარქის მტერი ვიყავი თურმე და ესე შემდეგ და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. აი ახლა ხატულია და ხო და ძალიან კარგადაა გასაგები რომ თქვენ ყველა ხართ იქ PPA იქნება და მისი გამправებლები იქნებიან, მურგოშია იქნება და მისი ტაშისპროელები იქნებიან. ქართული ოცნება იქნება და მათი ტაშისპროელები იქნება თუ ხატია ჯანაშია იქნება და მათი ტაშისპროელები იქნებიან, ყველა ხართ ერთი უკანალიდან გამომძვრალები, პოლიტიკური ნაგავი. არ ნერვიულობ, არა ლევან, არ ნერვიულობ, ეხლა ვინმეს არ გეგონოთ რა, რაზე უნდა ვინერვიულო ეხლა. ამათმა უნდა ადგენენ და უნდა მლანძღონ. გაუნათლებელმა, გაყიდულმა ნაძირალა ხალხმა. უნდა მლანძღონ აბა ეხლა. ამათმა რომ მაქონ, მაშინ თავი უნდა მოვიკლო. მაგაზე არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ სხვა რამეზე. ვლაპარაკობ იმაზე, რომ პროტესტები არის მოსალოდნელი და ხდება ცრუ ყალბი გმირების შექმნა, როგორც ეს საერთოდ ჩვეულია. და ამ ყალბი და ცრუ ლიდერების შედეგად ხდება ჯანსაღი ადამიანების პროტესტის გადატაცება და მართვა მე ამ პროტესტის ისე როგორც ხელისუფლება სჭირდება. ასია ეს. და ასე ხდება ეს ყველაფერი. ხო და ერმილე ნემსაძე ამათ გულზე ესობოდათ და ესობათ ყოველთვის. ჩემზე არაა საქმე, ამათმა საქმე გააკეთონ და მე თუ მინდა სულ ტყის ღორი მიძახო. რაც უნდათ ის დამიძახო. საერთოდ არა ვარ საქართველოში, აგერ ბოლო 4 წელიწადია და თქვენ ოღონ სამშობლოს მოუარეთ და თქვენ საქართველოს გადაარჩინეთ და ერმილე ნემსაძე თუა პრობლემა, საერთოდ არ დაუბრუნდები ქვეყანაში. ოღონ ქვეყანა გადაარჩინეთ და ოღონ ქვეყანას მიხედავთ თუ მე ვარ პრობლემა. თუ ერმილე ნემსაძე არის პრობლემა საქართველოს გადარჩენის და განვითარების.
არ მგონია ასე რომ იყოს. პრობლემა ხარ თქვენ. ჯერ ზრდილობა არ გაგაჩნია. ზრდილობა არ გაგაჩნია უფროს ადამიანებს როგორ უნდა ელაპარაკო. მერე განათლება გაქვს 0. 0-ის დონის განათლება გაქვს, რო იძახი აქ პუჩისტიო და ესეო რა ქვია შეურაცხყოფა. შეგაუნათლებელო ორღობე. ახლა რო გამოხდი და იმას რო დებ რა ქვია რაღაც ის მწოდნე თავს და რაღაც პოლიტიკოსობას რო იბრალებ. პუჩისტობა შეურაცხყოფას არ ნიშნავს. პუჩისტობა ნიშნავს რას იცი? დანაშაულის ფიქსაციას. პუჩი. საერთოდ იცი ამ სიტყვის განმარტება რა არის? ეს არის კრიმინალური დაჯგუფების მიერ სახელმწიფო კანონიერი ხელისუფლების დამხობა და ხელისუფლებაში მოსვლა. და პუჩისტობა არის იურიდიული დეფინიცია, რომელიც ამ ყველაფერში მონაწილეობას ნიშნავს. ხო, ის ცნობისთვის. ეს არ არის გინება, ეს იურიდიული დეფინიცია. როიცოდე რა? რაღაც ფაქტში მონაწილეობდა. კარგად აგიხსნეს და განგიმარტეს იქ. რომ დიახ და ყველა მიცის. დიახ, როგორც საპატრიარქო, ისე ქაშვეთის ეკლესია გავსებული იყო იარაღით. დიახ, ილია მეორემ მონათლა შევარდნაძე, დიახ, ილია მეორემ აკურთხა ეს მხედრიონელები და კიტოვანები და ესენი და ის კი არა ქართველების და აფხაზების ჯალათი იქ მონათლეს ეგერ სიონის ტაძარში. ხო, პატრიარქის ლოცვა კურთხევა იყო ყველაფერზე. რა გინდა მერე? დიახ, პატრიარქი იყო, რომ გამოიყვანა ხალხი და დააჩოქა შევარდნაძის წინაშე. ხო, პატრიარქი იყო. და თუ გავაკეთებ ამას ცალკე ვიდეოს და ნახე. თუ არ იცი. მეთაური ხარ და არ გადადგე. რას ნიშნავს აბა სხვას მონაწილეობა? მანდამაინც თვითონ აიყო ავტომატი და ისროლა. ავტომატი შეიძლება ზოგიერთ ეგრეთ წოდებულ წითელ ინტელიგენციასაც არ უსვრია, მაგრამ ენით იმდენი უბედურება გააკეთა, რომ ეროვნული და კანონიერი ხელისუფლების მიმართ იმას ჯობდა ტყვია ისროლა. არ ვიცი, 2 მაგს თამაშობს თუ 3 მაგს თამაშობს, მე მინდა რომ საზოგადოება მიცოდეს, რომ ასეთი შარლატანების პროვოკაციებს არ წამოიგეთ. ეს გოგო არის სრულად მართული, ეს არის სრულად მართული კი არა, ჩვეულებრივ ჩამოყალიბებული არის სუსის დანაყოფიდან, რომელიც დანაყოფიც ამ პროტესტის გადატაცებას, მარგინალიზაციას ისახავს მიზნად. მე არასდროს მომიტყუებია ჩემი ხალხისთვის, არც ახლა ვაპირებ მოტყუებას, წაიყვანენ ესენი ამ პროტესტს, მოხდება ამ ყველაფრის არეულობა, დარეულობა და აშენდება იქ, რაცა ასაშენებელი. ეხლა რო გაგეხსნათ და მაკრო ეს მოხდა, რომ თურმე დაუნახიათ რაღაცა აზერბაიჯანული თუ თურქული ფირმა შემოსულა და სინჯებს იღებდა. აგერ იყო 3-4 თვის წინ შალვა მაღრაძე ჩასული ბათუმში. გასვოთ მე მგონი ლაივი დავით ჭაბუკაშვილი, ისა დავით აზნაურაშვილიც იყო ახლა იქ. გონიოს პოლიგონზე რო იყვნენ მისული. დიახ, იქაც მუშაობდა ზუსტად იგივე ფირმა. პირდაპირ ეთერში გქონდა ეს ყველაფერი გადაცემული, თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ. მაგრამ არ გამოუწვევია ამას შეშფოთება, აღშფოთება და გადარევა არც ხატიასი და არც ხვისი და არც დანარჩენების. ალბათ გონიოს მიწებს ქართულ მიწებად არ თვლიან ესენიც და მაგიტო არ შეშფოთდნენ და არ აღშფოთდნენ მაშინ და არ გავარდნენ ტყეთ, ყაჩაღად. როგორც ახლა წარნისის ტყე პარკში გავარდნენ და ვენებს იჭრიან. იქ არა, გარამოუღიათ ხმა. ეხლა დაინახეს თურმე და მაგრები ვართო ისე გადავყარეთო ისინი ჭკვით იყავით იქ ვინც მიდიხართ, მე კიდე თქვენზე გეუბნებით თუ არა. მე მაგნერი ხაფანგებში არ გავერევი. აი ეს უნდა გადავყაროთ, ეს უნდა დაუმტრიოთ, რო იძახის და რაღაცები რო გადაყარეს. ყველაზე გმოა კრიმინალური პოლიცია. აი მაგის გამო დაიწყებს გამოძიებას, იქ ვინც მაგაში მონაწილეობდა, მოკიდებთ ხელს და ჩაგაგდებთ ციხეში და ის ხატია კი დარჩება გარეთ. როგორც იყო 5 ივლისის ამბავზე და როგორც იყო სხვა ამბებზე. ესენი არიან ეს ცრულიდერები, არიან ის ერკემლები, რო შეყავთ ცხრები იმაში, რა ქვია, სასაკლაოზე და თვითონ ლამაზად გამოდიან გარეთ და თავი ეჭრება ბარეორს და ხდება გამარგინალიზირება ამ ყველაფრის, ხდება არეულობა, ხდება წივილი, ხდება კივლის სინამდვილეში ეს ყველაფერი არის მართვადი ქაოსი. მართვადი ქაოსი ქვია ამ ყველაფერს. და რა შეეხება იმას, რომ ვიღაცებს გამოსვლა არ უნდა, იქ დადგომა არ უნდა, ეს არ უნდა, ასე უნდა, პარკში არ უნდა, თუ სად უნდა.
მე გეკითხებით ერთ ელემენტარულ რაღაცას. ქართულ მიწასთან დაკავშირებით. და აი ამ საკითხებთან დაკავშირებით. რა ვიცი, პარტია არის ესა. რატო არ შეგაქვთ? რატო არ შეგაქვთ საჩივრები? რატო არ შეგაქვთ საჩივრები? დღეს სამოქალაქო აქტივები ხართ, პარტიები ხართ, მოძრაობები ხართ, თუ ვინა ხართ, რატო არ შეგაქვთ საჩივრები? და რატო არ ფიქსირდება დაახლოებით 100, 200, 300 საჩივარი ამ ტერიტორიებზე, რომლის გაყიდვაც არ შეიძლება და როდესაც დაფიქსირდება 300 და 200 საჩივარი, როგორ იქნება და რანაირად იქნება და რანაირი გარკვევა იქნება სამართლის, ეს ცალკე საკითხია. მაგრამ ეს როდესაც დაფიქსირდება, რომ იმ ტერიტორიაზე სადაც რაღაცას აშენებენ ესენი და მოყავთ თავიანთი წყეული ინვესტორები და იქ ხალხი სასამართლებრივ პასუხს ეძებს, ეს აფრთხობს ინვესტორს და ბუნებრივია ფიქრობს იმას, რომ აი დღეს თუ ხვალ თუ ზეგ თუ მაზეგ თუ აქ თუ არა სტრასბურგში თუ სადმე რომ მომიწიოს, აღარ მიიღეს ამ ყველაფრის კეთება. რატო არ აკეთებთ ამას? იმიტომ რომ ადვოკატების აბსოლუტური უმრავლესობა ამ თაღლითობით ხართ დაკავებული სულ ფეხებზე კიდიათ მიწა. აგერა ვაჟა უთარაშვილს ჰქონდა საჩივარი შეტანილი და მართალია დიდი ხანი დაჭირდა ამ ყველაფერს, მაგრამ მოიგეს. დაუკავშირდით ამ ადამიანს, დაუკავშირდით იმ ადვოკატს, ვინც გარკვეულია ქართული მიწის საკითხებთან დაკავშირებით. რატო არ შეგაქვთ? არ გინდათ, ფეხებზე კიდიათ. იმ ხატული ასავით დავალებას ასრულებ. ხო, ეს ასია საერთოდ და ასე ხდება ქართულ რეალობაში და ამას მიჩვეულები ვართ ჩვენ. და მერე და მეორე ისო პატრიარქსო აგინაო და ერთმა დამიფაროს არანაირი თავის მართლებას არ ვაპირებ და არც დავიწყებ. უბრალოდ მაინტერესებს ესეთი რაღაცა, როდესაც ეს რაღაცას ამბობ ადამიანზე, რომ მე ვაგინე თურმე პატრიარქს. აი, არა მარტო ეს, კიდე სხვა ბევრი იძახიან, რომ მე ვაგინე თურმე პატრიარქს. ვითხოვ აი ამ ბრალდების შესაბამისად, ეს ორღობეში გაგონილი გინება არის თუ სადმე ან პოსტში მეწერა, ან ვიდეო მიმართვა მქონდა, ან კომენტარი დავწერე სადმე, სადღაც უნდა იყოს ეს გინება, რომ მე გამოდიოდი და ვაგინებდი პატრიარქს. ხო? სადღაც უნდა იყოს, რომ ერმილე ნემსაძე, თუ არა გაქვთ ფაქტი და მტკიცებულება, რომ მე ვაგინებდი პატრიარქს, მაშინ რატო ამბობთ, რომ მე პატრიარქს ვაგინებდი? პატრიარქი იქნება თუ ნებისმიერი იქნება მის ადგილას რა მნიშვნელობა? მე გეკითხებთ უბრალოდ. ერმილე ნემსაძე მაგინა პატრიარქს. მომიყვანეთ ჩემი ან სკრინი, ან ვიდეო, ან ხმოვანი, ან რაღაცა მოიყვანეთ ისეთი, სადაც ერმილე ნემსაძე აგინებს პატრიარქს. მაინტერესებს ის რაც თქვენ დადევით, იქ გინება პატრიარქის მიმართ არსად არა. იქ არის ის იმ ისტორიული ფაქტების კონსტატაცია, რომელი ისტორიული ფაქტებიც მოხდა 91-92 წლებში. ამას ვერ გაიქცევით, ვერც თქვენ და ვერც სხვა. რაც შეეხება იმას, რომ როდესაც ადამიანს ნახალკას რო ტენით, აი თქვენს გაგებაზე ვლაპარაკობ, აი თქვენ ხო გაგებული ხალხი ხართ. ვაშკაცები, რომ ჩივილი არ შეგიძლიათ თურმე და პასუხს მოგთხოვთ თურმე ქუჩაში და ასე შემდეგ და აქ ყველაფერი არ ითქმება და ასე. რას გეტყვით, იცი? ადამიანს ბოზობას რომ უმტკიცებენ, თუ ბოზობას ვერ დაუმტკიცებ, მაშინ შენ ხარ ავტომატურად ბოზი. ხო. და როდესაც ადამიანს აბრალებთ, რომ ვიღაცას აგინა და არანაირ მტკიცებულებას არ წარმოადგენთ იმაზე, რომ მე გამოვედი და მით უმეტეს ილია მეორეს ვაგინე, მაშინ თქვენ ხართ ბოზები. ხო და ჯერ ჩემდა თავად, იმიტომ კი არა, რომ ან თავის გასამართლებლად ვამბობდიან რაღაცა, ილია მეორეს თავისი კარგის გაუკეთები ამ ქვეყნისთვის და ცუდის გაუკეთები, ესაა ჩემი შეხედულება. და მე შეიძლება ბარეულს მოგმართოთ, მაგრამ მაინც იმ ადამიანის მიმართ ბევრს ძალიან წმინდა წარმოდგენა მქონდა და მე არასდროს შემიგინებია. არასდროს და არ არსებობს ამის ფაქტი, რომ მე როდესმე ილია მეორეს შევაგინე. ხო და რას გეტყვით, იცი? ჯერ ჩემდა თავად. აი ეს ციბინძურეს რომ აბრალებთ. ილია მეორეზე შემგილემბლის ჩემდა თავად. და მე დამბრალების დედას შევეცი თქვენსას უყურეს, იგეთ? მოგიტყანთ გამზდელი და მკვდარი და ცოცხალი. აი ესეთ ნახალკას ვინც მე მტენით. იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩამოყალიბებული ბოზები, სუსის ნასეტკები და თქვენი თავარი ერთადერთი ამოსავალი წერტილი არის, რომ რამენაირად პიროვნების დისკრედიტაცია მოახდინოთ, რომ პიროვნების
სიტყვას ფასი არ კონდეს, ძალა არ კონდეს, რამენაირად იქნა შეურაცხყოფილი. ხო. ყველა ვინც მემაბრალებს რომ ეს პატრიარქს ვაგინე, ყველას მოგიტყანთ გამზდელი, იმიტომ რომ მწვანები ხართ და არასწორები ხართ. თქვენი დედა შევეცი და ხართ ბინძური ხალხი. რომ ხალხს რომელსაც ჩემს მიმართ ნდობა აქვს და პატივისცემა აქვს, რამენაირად ანულოთ ეგ ყველაფერი. და რაც შეეხება მეორე ამბავს კიდე ხო, ვინა ხარ ჩვილო, საიდან მოხვედით? 45 წლის გახდით. მთელი თქვენი ცხოვრების საუკეთესო წლები, როცა შეგეძლოთ ქვეყნისთვის რაღაცა გაგიკეთებიათ, ღმერთმა იცით ვინ რითი იყავით დაკავებული. ვინ რითი იყავით დაკავებული, ზოგი გულაობდით, ზოგი მუშაობდით, ზოგი თავის თავს ხედავდით, ზოგი გადაცდის 40 წელს შემოგაგდათ ენერგია, შემოგაგდათ ესა რა ქვია, ალბათ სივრცე და ეხლა უცებ მოგინდათ პატრიოტობა. და 40 წელს მერე ისე მოდიხარ, თუ ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნიათ სამშობლოს სიყვარულში. არ ვიცი, მე არ მახსოვს, არც ხატია მახსოვს და არც დანარჩენები მახსოვს, როდესმე ეს ბოლოს მერე მოდაში შემოვიდა, რა ქვია, დაჩვენ ვიცეკვე იყო, გადაგვარების გეი პარადები იყო 2017, 2016, 2018, ამ პერიოდში 2019-ს სადმე ყოფილიყო ისინი, მე არ მახსოვს. მიწის გაყიდვის საკითხი იყო, მიწის გაყიდვის პრობლემა იყო, როდესაც ხმას ვიღებდით 10 წლის წინ. ეს ხალხი მე არ მახსოვს არსად, არ ყოფილა. ესენი გამოჩნდნენ აი რა, სადღაც ბოლო 3-4 წელიწადი. და გამომიხდნენ აქ პატრიოტებად. და გამომიხდნენ აქ ისე ჭყვის მასწავლებლად. წადით ვიზია თქვენი ნიფხავი გარეცხეთ რა. წადით თქვენი ნიფხავი გარეცხეთ, სანამ ქვეყნის გადამრჩენელებლად წამოადგენთ თავს. თქვენაირები მილიონი გვინახია. და იმ ხალხს შეურაცხყოფას რო აყენებ იქ, რომ მოვიდნენ. მე მიაწე 70 წელს და ვნახავ დავინახავ ერთი ესა რა ქვია უფულო დაფინანსების და იმის გარეშე რაც გულანთებულ ამაზე საწახვალ და რას გააკეთებ და რას ამოიყებ ხმას. დაფინანსებულ პროტესტზე არ ამაქვს ლაპარაკი. დაუფინანსებელ პროტესტზე რაც ის ხალხი მთელი ცხოვრება იტანე. ხო, არ უნდა ჩემოძმაო და არ უნდა თამათ არ აინტერესებს, რაც შეეხება სარწმუნოებრივ საკითხს. კერპთავ ეს ილია მეორის მადიდებლები საქართველოში ჩამოყალიბდნენ როგორც სექტა. მე ვამბობ ამას პირდაპირ, იმიტომ რომ რაღაცა მისწავლია. რაღაცა ჩამიხედია და რაღაცა წამიკითხია. რაღაცა გამიგონია, რაღაცაზე მილაპარაკები. ილია მეორის სახით საქართველოში შექმნეს პიროვნების კულტი. იმიტომ რომ ასე ჭირდებოდათ. იმიტომ რომ ხალხი შევარდნაძეს არ ენდობოდა, ზვიადგამსახურდიას მერე იყო სერიოზული პრობლემა, ქვეყანაში იყო არეულობა და შეაზავეს სარწმუნოება და პიროვნების კულტი ერთმანეთთან, იმისთვის რომ ქვეყანაში ყოფილიყო მშვიდობა. შექმნეს ათასნაირი ლეგენდები, ათასნაირი ტყუილი ამ გაუნათლებელი უციგნური ადამიანების დასაჯერებლად. ცოცხალი წმინდანის შესახებ, უკანასკნელი პატრიარქის შესახებ, 1000 რამე, რომ თურმე მეორედ მოსვლის ჟამს გაიყვანდა მთებში და თურმე ასე გადარჩებოდა, თურმე ისე გადარჩებოდა, თურმე ასე თქვა თურმე, რა ქვია, ბერმა გაბრიელმა რა თქვა და როგორ თქვა ეს ცალკე საკითხია. და ვიზე რა ლაპარაკი იყო და სინამდვილე და სიმართლე რო არავინ არ იცის და შექმნეს ამით მასის მართვის საშუალება. ჩვენ დაგვსაჯაო უფალმა, ასე ვქნა, ისე ვქნა და ახლა სამება უნდა ავაშენოთ, ცოდვები უნდა გამოვისყიდოთ. აშენდა სამებაც, მაგრამ ქართული მერმა ცოდვები ვერ გამოისყიდა, იმიტომ რომ ეს იყო კერპომანიის გზა. ამას ქრისტიანობასთან აქ ფილ შეხება არ აქვს. ქრისტიანობა სხვა რამეა. აბსოლუტურად სხვა რამეა. და თქვენ რა გეტყობათ ქრისტიანების? რა გეტყობათ ქრისტიანების? და რო კითხოთ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას იცავთ. მოვიდნენ ქართველები, მოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც თავისი მიწის და თავისი იმის, ესა რა ქვია, დაცვაზე ამოიღეს ხმა. და იქედან აგდებთ, იქედან ყრით იმ ხალხს და შეურაცხყოფას აყენებთ, რომ დაგეშილი ბულდოგი რო იქნება, ისე მივარდით ამ ადამიანებს და ერმილე ნემსაძე ახსენეთ. ერმილე ნემსაძის ძვალი დაგესობა თქვენ მალე. მე უნდა დავაჭედო, მაგრამ ბევრი ხართ. ძალიან ბევრი ხართ. აქეთ ფლანგზეც და იქეთ ფლანგზეც, ბიჭო, როგორ გინდათ რომ მართლა ამდენი ნაძირალა როგორ გინდა მართლა დამარხო. თქვენ ყველა დასამარხები ხართ. ჩემი ხელით დაგაჭედებთ რამდენსაც შევძლებ იმდენს აი ლურსმანს. არ გავჩერდები.
არ გავჩერდები, ყველას გამხელთ. თქვენნაირი ფსევდოპატრიოტების დამსახურებაა საქართველოს ამ დღეში როა. და საპატრიარქოს ზვიად გამსახურდიას გვერდით რომ დამდგარიყო, იქ დგომა. ისი არ მოგიწევდათ და იმის ნერვიულობა არაბული ქალაქი არ აშენდესო, როგორც LGBT პრაიდები არ ჩატარდესო და სხვა უბედურება და ყველა უბედურება იქნებოდა აცილებული ამ ქვეყნის რაც დამართეს შევარდნაძის ხუნტამ საქართველოს და ქართველებს, რომელიც დიახ, პატრიარქის ლოცვა კურთხევით ედვარდი გიორგად წოდებული გახდა. კი. ასე იყო ეს. და ქართველების ჯალათი აფხაზეთში ეგრე სიონში რომ მონათლეს. გრაჩოვი. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაზე მეტი დიდი ცოდვა არის კერთაყვანის მცემლობა. სოდომიტობასთან ერთად. როიცოდეთ ისე. თქვენ ხართ დაბრამავებული, დაბნელებული. ჯვარიკ კიდია. მე თქვენ გაუნათლებელო უწიგნურებო. რომელ ქრისტიანობაზე ლაპარაკობთ საქართველოს ისტორია საერთოდ წაგიკითხიათ. საერთოდ წაგიკითხიათ, გადაგიშლიათ. საქართველოს ისტორიაში სასულიერო პირზე მეტი წმინდანი საქართველოს საერო პირები ყავს. და 5 დიდ მოწამიდან არც ერთი სასულიერო პირი არა. არც ერთი. თუ გახსენდება სასულიერო პირების ამბები საქართველოში, გაგახსენდება რა თქმა უნდა ახლა მარაბდის ბრძოლაზე იქ სასულიერო პირები იბრძოდნენ, კი ბატონო, გაგახსენდება ბერი თევდორე, რომელიც რწმენის გამო არ ყოფილა წამებული, სხვა რაღაცის გამო იქნა წამებული, ასევე რწმენის გამო არ ყოფილა წამებული იოთამ ზედგენიძე, რომელიც მეფის მაგივრად ჩაწვა ლოგინში, სადაც კვლევები მივიდნენ და მეფის მაგივრად მოკლეს იოთამ ზედგენიძე. დანარჩენი. არც ქეთევან წამებული ყოფილა სასულიერო პირი. არც კონსტანტინე კახი ყოფილა სასულიერო პირი. არც დავით და კონსტანტინე ყოფილა სასულიერო პირი. არც გობრომი ყოფილა სასულიერო პირი. ეს დიდ მოწამეებზე მაქვს მე ლაპარაკი. და არც იმ 100,000 მოწამეში არ ყოფილა ისა რა ქვია. ყველა სასულიერო პირი იყო, რა თქმა უნდა იქნებოდნენ იქ სასულიერო პირები, მაგრამ ძირითადად საერო პირები. ხო და რა არის იცი საერო პირების მიმართ, სანამ თიც გამოიშვერთ. პატარა ჭკვიანად იყავით. ზოგჯოგი ერთებმა და ის ანაფორა თუ ჩაიცვით ატარეთ ღირსეულად. თორე ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ვისაც წაგვიკითხია ისტორია, აფხაზეთის კათოლიკოსმა როგორ გადასცა ანათემას და დაწყევლა იმერეთის მეფე სოლომონ პირველი. იმიტომ რომ რატო ყეთა გაყიდვა აკრძალეო და ლუკმა გამოგვიგდა პირიდან. მაშინ ოქუმის ტაძრის მღვდელი იმით ტრაბახობდა, რომ 60 ტყვე ყავდა გაყიდული ოსმალებზე. ასეთი სასულიერო პირებიც გვახსოვს. და ეს ჯაღმაიძეები და ესენი სულ არ მიგვირს დღეს რო არიან ასეთები. მაგრამ არავის შეუქმნია იქ კერპი. იგეთ? არა ეს ქრისტიანული. მესმის ჩემო ძმაო, რომ არიციან გაუნათლებლობიდან მოდის, სიბნელიდან მოდის, ეგ ყველაფერი ბნელი რო არ იყოს, ადამიანი და გაუნათლებელი რო არ იყოს, გინდა რელიგიურად, გინდა ისტორიულად, ისე ასეთ დამოკიდებულება როგორ იქნება პარანოიკი, შეპყრობილი პარანოიკივით. აქვთ ამ ხალხს კონკრეტული დავალება მიცემული, და ამ კონკრეტულ დავალებას ასრულებენ, გამოყვანილი ყავთ ეს ფსევდოგმირები, მათ შორის დააკვირდით, იქ ერთს მნიშვნელოვანს დააკვირდით, იქ იმ არაბული ქალაქების წინააღმდეგ აზერბაიჯანული მოსახლეობა წინააღმდეგია, ვინც არის ის ისლამის სპეციფიკიდან გამომდინარე. იმიტომ რომ ძირითადად აზერბაიჯანელები ვინც არიან ჩვენთან შიიტური სარწმუნოების ხალხი არიან და მათ არ უნდათ საუდის არაბეთიდან და სხვა არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული სუნიტი მოსახლეობის დასახლება და სუნიტური ტაძრების აშენება იქ, მეჩეთების აშენება იქ. მაგაჩიც განხეთქილებაში აქვთ. იქ აზერბაიჯანული კომპანია მუშაობს, რას ერჩით კომპანიას? კომპანიას გადაუხადეს ფული და ასრულებს კანონშესაბამისად დავალებებს. და აკეთებს მის საქმეს იმის რაც უნდა გააკეთოს. მუშა იქნება იქ თუ ტრაქტორისტი იქნება თუ ის იქნება. ერთი ეს გულანთებული და განათებული ხალხი, რატო არ ამბობთ იმას, რომ საპატრიარქოს ტერიტორია იყო ეგ?
რატო არ ამბობთ არც ერთი რომ ეს იყო საპატრიარქოს ტერიტორია? რატო არ ამბობთ? რატო არ თხოვთ პატრიარქს გვერდით დგომას? რატო არ მიდის? რატო არავინ არ ითხოვს რომ მივიდეს და იქ მოთხოვონ პატრიარქს? და მოთხოვონ საპატრიარქოს გვერდში დაუდგენ, იმიტომ რომ ამხელა უბედურება ხდება. რატო არ იღებთ ხმას? იმიტომ რომ მათი შნირები ხართ, მათი დავალების შემსრულებლები ხართ. როგორც გურამ ფალავანდიშვილი და სხვა ბიოლოგიური ნაგვები. საპატრიარქოზე არაფერი არ თქვათ. ამაზე არაფერი არ თქვათ, ჯაღმაიძეზე არაფერი არ თქვათ, იმაზე არაფერი არ თქვათ. ეს ნაგავი და თვითონ სახლს რო აქირავებდა სოროსზე. ოფისზე. და გამოდის აქ და მე მიკითხავს იმას რა ქვია. რატო არც ერთი არ ახსენებთ მაგას? რატო არავინ არ ლაპარაკობთ? რატო არ ლაპარაკობთ არავინ? ესეც პატრიარქის შეურაცხყოფა ხო არაა, რო ვთქვათ? ფაქტის ფიქსაცია რო გავაკეთოთ, ის ტერიტორია ეკუთვნოდა საპატრიარქოს. აი ეს მშენებარე ტაძარიც რო გააჩერეს. იქ ბერები ცხოვრობდნენ, ჰქონდათ მეურნეობა, საპატრიარქოს ტბები იყო. რატო არ იღებთ ამაზე ხმას? რატო არ იღებთ ამაზე ხმას? მე მიყვარს სიმართლე. თქვენ არ გიყვართ სიმართლე. თქვენ ხართ ვიგოდნიკები. ვიგოდნიკები ხართ. თქვენ თელ სიბინძურეს პატრიარქის მადიდებლობით ნიღბავთ, რომ თქვენ ხართ პატრიარქის ისენი რა ქვია. მორწმუნე შვილები, სულიერი შვილები და ვინც ამ აზრს არ იზიარებს, იმათ თქვენ მართლა არაფერი მესაქმება და არავის არ ესაქმება ნორმალურ ადამიანს თქვენ გვერდით. არავის არ ესაქმება. არავის არ ესაქმება. ილიამეროს რაც ქონდა კარგი გაკეთებული ამ ქვეყნისთვის არავინ არ უარყოფს. რაც ქონდა გაფუჭებული. რამაც აქამდე მიიყვანა ქვეყანა. და დიახ, მე ვამბობ ამას. საპატრიარქოს მხარდაჭერამ პუჩისტების მიმართ უზრუნველყო საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება, ედვარდ შევარდნაძის მოყვანა და მერე მთელი უბედურება უკვე რაც ჯაჭვური რეაქციით მოყვა ამ დანარჩენს და მიყვება დღემდე. დიახ, მონაწილეობდა ამ ყველაფერში. საპატრიარქოც მონაწილეობდა და პატრიარქიც მონაწილეობდა. ვის გაქვთ საწინააღმდეგო აზრი, რომ ეს ასე არ იყო? ასე იყო. ასე იყო. და შევარდნაძის მიმართ ერთი პრეტენზია არ არსებობდა. მიუხედავად გაჩაღებული ძმათამკვლელი ომისა და 1000 უბედურებისა. არც სააკაშვილის მიმართ არაფერი პრეტენზია არ ქონია საპატრიარქოს. არასდროს ხალხს, რომელსაც სააკაშვილის დამხობა უნდათ, არასდროს გვერდით არ დაუდგა. ბოლო მომენტში ყოველთვის ის ცალკე წავიდა, ის ცალკე წამოვიდა. და ყველა მონაწილეობდა იმ მოჭარბებული პროტესტის გაფანტულობაში, რომელიც აქამდე მიიყვანა ქვეყანა. არც ივანიშვილთან არავის პრეტენზია არ ქონია. არა, პირიქით. ერთმა დალოცოს ივანიშვილი, ეს ბიძინას ოჯახი და ასე შემდეგ. აი მაგ ოჯახ დალოცვილება და მასეთ მომლოცველება მოიყვანეს საქართველოს ამ დღეში. თქვენ ხართ მათი შნირები. მიგეთ? და იქ უნდა მოვიდეს თურმე ადამიანი, რიტუალი უნდა ჩაატაროს, მე მიყვარს ჩემი პატრიარქი, ასე შემდეგ და მე უნდა მივიდეს იმაში, რა ქვია. ხატია ჯანაშიას ლაშქარში ჩაეწეროს და ეს ჩინური ჟანადარკი წინ წაუდგება ხმალს აღმართავს და გაანთავისუფლებს ქვეყანას. ვაი თქვენ პატრონს თქვენსას. ვაი თქვენ პატრონს თქვენსას. წადით ვიზია თქვენ საქმეს მიხედეთ. წადით თქვენ საქმეს მიხედეთ. ახევარი საუკუნე იცხოვრეთ თითქმის და ბოლო 3 წელიწადია სამშობლო გაგახსენდათ. ომისვიან შემოზაურ ვინმე ლაპარაკობს იმას, რომ ვინმეს არ ქონდა შეცდომები? ვინმე მახსენა, რომ ზუსტ გამსახურდია იქნებოდა, მერაბ პოსტავა იქნებოდა, თუ ვინ იქნებოდა, შეცდომები არა ვინ თქვა. ბიჭო, შეცდომას გააჩნია. მე შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვა, ჩემ თავს და ჩემ ოჯახს ვავნო. და შენ დიდი ძალა რო გაქვს და დიდი პასუხისმგებლობა, კონკრეტულად შენზე არა მაქვს ლაპარაკი. დიდი ძალა და დიდი პასუხისმგებლობა რო გაქვს. შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვა, ქვეყანა დაღუპო. და ეს 36 წელიწადი რაც ხდება ამ ქვეყანაში, ეს ზუსტად მათი დაშვებული, შეგნებული თუ შეუგნებელი დაშვებულის თუ ღალატის, ვინც ამ პუტჩი და უბედურებაში მონაწილეობდა,
მათი გაკეთებული საქმის ნაყოფი არის. გამოეთრიოს ეხლა ხატიაჯანაშია და თქვას, რატო გაყიდა ის ტერიტორია საპატრიარქომ? რატო გადადის სახელმწიფოს და რატო გაყიდია სახელმწიფო? სადაა ახლა საპატრიარქო? გამოვიდეს ერთ თვით. ვერ ათქმევიათ. აბა? ასეა, ასე ხდება. როდესაც სუსის დანაყოფი ქმნის სპეციალიზირებულ ჯგუფს, რომელიც სპეციალიზირებული ჯგუფის დავალებას არის შესრულდეს ის რაც შანაფიქრებია, აი ესეთი გმირები ჭირდებათ. მე ეს გმირები გავლიან გვერდზე და საქმე გაკეთდება, ისე როგორც გაკეთებულა. ხო და ბიჭო, პუჩისტები თქვენ განათლეთ. თქვენ ვამბობ კოლექტიურად. შევარდნაძის თამადობით, გრაჩოვის გაგრძელებული ახალაიები თქვენ დააჯილდოვეთ. ჩხარტიშვილები თქვენ დააჯილდოვეთ. რა ქვია იმას? მე ვახშეროა კიდე ხაზარაძეები თქვენ დააჯილდოვეთ. ამდენ კვლელს და ამდენ ჯალათს ანაფორად ჩააცვით, ამდენი მღვდელი და ამდენი სასულიერო პირი, ზოგი ჟოზეფინა, ზოგი ვინა LGBT-ობაშია შემჩნეული თუ ისე, თუ ასე, თუ ასე, თქვენს მიერ ჩაცმული განათლული ხალხია. ამდენი მიწა გაიყიდა თქვენი ლოცვა კურთხევით. თქვენ რა და ერმილ ნევსაძე არ ამაში დამნაშავე? თქვენ პატრონს თქვენს. წაით ვიზეთ თქვენი ფხავი გარეცხეთ და მე გამოდდე მე ლაბარაკით ხალხის წინ რა. ესა ჩემი დამოკიდებულება და როგორც იმსახურებთ, იმერ პატივს გცემთ. და როგორი პატივიც ეცით თქვენ იმ ასაკის ადამიანებს, რომლებიც იქ მოვიდნენ და ლაპარაკი დაგიწყეს. ქართული ადამიანური ქართველები ვართ, ერთად უნდა ვიდგეთ და აი თქვენთან ერმილ ნემსაძეა, რომელიც პატრიარქს აგინებს და პუჩისტს ეძახის. მიზეზმარეს დოშმარილი აკლია. წადიშვილო რა. წადიშვილო რა. საიდანაც მოდი იქ წადი რა. დაანებეთ ამ ეროვნულობას თავი და რაც გინდათ ის იყავით. იმიტომ რომ ნორმალურ ადამიანებს უშლით ხელს. ერის ჯანსაღნაწილს უშლით ხელს. რომ ნორმალურად შეიკრიბოს. ეროვნულების ყველაზე დიდი მტერი ფსევდოეროვნულები არიან. ფსევდოეროვნულები. რომლებიც აცლიან ძალას, ენერგიას და უტეხავენ სახელს ნამდვილად ეროვნულ გზაზე მოსიარული ადამიანებს. თუ ვინმეს გაინტერესებთ ვინ ვინა აქ რომ მე კი ნუ მეკითხებით, აიღეთ ამ ადამიანების პიროვნული ბიოგრაფია, ჩამოყევით პიროვნულ ბიოგრაფიას და გავლით პარალელები საქართველოში მომხდარი უახლოეს ისტორიაში მომხდარი უბედურებების შესახებ, რომელიც მრავლად აგვაქვს. მრავალი გვექნება კიდე წინ, სად იყვნენ ეს ადამიანები. როგორ ეწინააღმდეგებოდნენ ამ ტრაგედიებს, რაც ქვეყანაში ხდებოდა. მე გამოდით და მე ილაპარაკეთ, ეს კარგი ადამიანია, ეს ცუდი ადამიანია. ამას ეს გაუკეთებია, ამას ის გაუფუჭებია. მორჩით ამ პიარ ტექნოლოგიებს, მორჩით ამ Facebook-ის გმირებს. დასვით წერტილი. არ უნდათ ჩემოძმაო მაგის თქმა, რომ ქაშვეთის ეკლესიიდან ისროდნენ. არ უნდათ მაგის თქმა. არ უნდათ მაგის თქმა. ადამიანი ასე იყო საჭირო. ასე იყო საჭირო. რასაც პატრიარქი იტყო და ესე იგი ასე იყო საჭირო. რასაც ჯაღმაიძე იტყვის, ესე იგი ასე იყო საჭირო. რასაც ესენი ლაპარაკობენ, ასე იყო საჭირო. უბედურება რაშია, იცი? პატრიარქი როცა ამბობს, მიწა არ გაღიდოთო, მაშინ არაა საჭირო პატრიარქის ნათქვა. პატრიარქი როდესაც ამბობს LGBT კანონები მიიღოთო, მაშინ არაა საჭირო პატრიარქის ისა რა ქვია, ნათქვამი კანონად მიიღოს. არ ვიცი შემოძმაო რატი შემოგევლებულში რა მე თავიდანვე ვთქვი, არც მომისვენე იქ რაც ხდებოდა, თავიდანვე ვთქვი და თავიდანვე მქონდა ჩემი დამოკიდებულება, იმიტომ რომ არ შეიძლება. ხო იცი, აი დავნერგე თხილი, მოვიდა თხილი, რაც არის დედა, ის არის შვილიო. არ შეიძლება იყოს რაღაცა თქვენ დარგოთ თხილი, თქვენ დარგოთ ატამი და თქვენ დარგოთ ეკლისხე და ეკლისხეზე ელოდებოდი ადამიანი ვაშლის და ატამის ნაყოფს. გაცრავად არ შეიძლება ეს არ ხდება. რაც იყო ჩანერგილი მაგ მოძრაობებში თავიდან, ის ნაყოფია გამოსხმული ყველაფერს. ერთმანეთში დაპირისპირება, ერთმანეთში დაჯახება, ერთმანეთის დაჭმა ქართველების მიერ, არანაირი პატიება, არანაირი თავმოყვარეობა, არანაირი ისა, გუშინ ერთმანეთს ლანძღავდნენ, დღეს შეიძლება ერთად იყვნენ და
ეს არის ზუსტად ნახევრად სიმართლე არის დამღუპველი. კი ბატონო, იყო ეს ჩვენ ისტორიაში, ხდებოდა უამრავი სამარცხვინო ფაქტები, გაიხარეთ ძმაო. ხდება და მოხდება, იმიტომ რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა და საზოგადოებრივი ელიტა ეს არ არის აღზრდილი არც ეროვნული ცნობიერებით და არც ჭეშმარიტი ქრისტიანობით. ჭეშმარიტი ქრისტიანები ისე არ იქცევია, როგორც igen იქცევია. ჭეშმარიტი ქრისტიანები შენ პატრიარქზე რა თქვი, ჩემი დედა მოვტყან, არ ამბობენ შენ ამეს ეგიზამ, შენ ისე იგი. შენ ბიჭო ჯაღმაიძე როგორ შენ შიქ არა გაკ ჯერ ბიჭო ისე მუქრებით, რასე მუქრებით, რა უნდა მიქნათ ბიჭო. მე რა უნდა მიქნათ, მე რომ მოგდები შეიძლება საფლავის ყვა დამინგრივოთ. რა უნდა მიქნათ ბიჭო, თქვენ ვერა ფსლიგიანება მე რა უნდა მიქნას ბიჭო. მაგერა ყავთ დომენიკა მანგოია და მაგერა ყავთ ნატალია ფერაძე და იმისთვის ვერ მოგივლიეთ ბიჭო. სამარცხვინოები ხართ. სამარცხვინოები ხართ და სამშობლო გიყვართ ხო? აბა ბიჭო, ერთხელ როდისმე მაგ მიწაზე ან თოხი დაგირტყია, ან ბარი დაგირტყია, ან ოფლი გადმოგვარდნია? წადი საიდანაც მოხვედი იმ საქმეს მიხედე და იმას გააგზელე და ისე გააგზელეთ დანარჩენებმაც. დანებეთ თავი. არ დაგიღვრიათ თქვენ სამშობლოსთვის არც და არც მაგ მიწისთვის, არც სისხლი დაგიღვრიათ, არც ოფლი გადმოგვარდნიათ, არც ხმა მოგიღიათ არასდროს. და როდესაც მოგაგზავნეს ყველაფრის ფრთხილად იყავით, მე გაფრთხილებთ, მე ჩემი მიტყვით, დანარჩენ თქვენიცით. ფრთხილად იყავით, რომ გეუბნებათ, რომ მოდიან ის დავარბიეთ, ის დავამტრიეთ, ის დავლეწეთ, ეს ვქენით. ხვალზე მოგადგებათ პოლიცია და უშიშროება და ჩაყრით ციხეში. ისინი დარჩებიან გარეთ. გეუბნებით მე თქვენ. ასე ყოფილა, ასე არის და ასე იქნება. თუ ვინმეს უნდა რამის დანგრევა და თუ ვინმეს უნდა რამის დალეწვა, როდესაც მოიკრიბება 20,000, 30,000, 50,000 ადამიანი, როდესაც ძალა გახდება უმართავი და როდესაც შეუძლებელი იქნება ადამიანების იდენტიფიცირება და როდესაც ეს იქნება კოლექტიური დანაშაული და 50,000-100,000 ადამიანს ვერავინ ვერ გაასამართლებს, მაშინ გააკეთეთ ეგ ყველაფერი. თუ რამის ტრაკი გაქვთ. ის როგორც ხდება ალბანეთში, ისე როგორც ხდება საფრანგეთში, ისე როგორც ხდება სხვადასხვა ქვეყნებში. მანამდე თქვენი სიცოცხლე, თქვენი ჯანმრთელობა და თქვენი პრობლემები ამათ არ აინტერესებს. გამოგიყვანებენ მე საკრალურ მსხვერპლებად, როგორც 5 ივლისის ბიჭები დაიჭირეს და იმას ამადლიდან მე რომ 1000 ლარი თურმე ადვოკატის ფული მიცეს და 2000 და 3000 ზოგიერთმა საკარი დაყიდა იმისთვის რომ იქიდან გამოსულიყო. და უამრავ ესეთ ფაქტებს გაგახსენებთ. სამარცხვინოები ხართ. სამარცხვინო ხალხი ხართ. მე ამას ღიად ვამბობ, თქვენი საქციელიდან გამომდინარე. თუ არა მე ამ ადამიანისთვის ხარიც დამიჭერია, როდესაც რაღაცაში მართალი ყოფილა. არ მაქვს მე მაგის პრობლემა, ამათგან განსხვავებით მე შერჩევითი ის არ მაქვს, რა ქვია, დამოკიდებულება. არც ქალობის გეტყვება შენ და არც პატრიოტის და არც არაფრის. ხარ ერთი მდედრი, თავის დავალებით და მინდა ასრულე და ის ქუჩის იმასავით, რა ქვია, ძველი ბიჭივით ნულაპარაკობ კიდე რა. ამოდენ ნორმალურად ელაპარაკი ხალხს. თუ რამის თქმა გინდა. პოლიტიკა უსობა თუ გინდა და ის თუ გინდა, რა ქვია, პროტესტები და სამოქალაქო აქტივიზმი თუ გინდა. ამოდენ ნორმალური ლექსიკით ელაპარაკი. ნორმალური ლექსიკით. წიგნი გადაშალე და წიგნი იკითხე და გაასწორე, მაგრამ არ არსებობს 45 წლის ასაკში ადამიანი არ იცვლება. რაცა ადამიანი მანამდე რითაც მოვიდა და როგორი აზროვნებით და როგორი მეტყველებით და როგორი განათლებით მოვიდა, ისეთი არის ახლაც და ისეთი იქნება აწიც. ესა. დაიწყე ქართველებს ერთად დგომა არ შეგვიძლია. როდესაც ასეთი უშიშროების ჯგუფები შეიკრიბება, რომლებიც გადაიტაცებენ ჯგუფებს და დავალება ექნებათ, რომ ერთი პირი არ ექნებათ ქართველებს, ასეთაც არ ექნება ქართველებს ერთი პირი. ასე იყო ნამოხვანზე, ასე იყო ახლაც, ასე იყო ადრეც და ასე იქნება მომავალშიც. რა თუნდა შემოძმაო ლაპარაკი, მაგაცი საერთოდ ლაპარაკი არა მაქვს, რომ ეს ძველი ბიჭების და კრიმინალური სამყაროს არჩევნები რომ მოვლიან,
აბა ნაცები მოდიან და ის უბედურება არ მოვიდეს და აბა გვერდში დაგვიდექით აქეთ-იქეთ და რო დამთავრდება არჩევნები დაერევიან იმიჯებს და ისევე იჯერენ და ყრიან ციხეში. აბა ერთ ჩემი ნაცავი იყო, არ მინდა ახლა მე საერთოდ სახელების და გვარების ლაპარაკი, მართლა იდეინი ადამიანი არის და ამოვიდა ციხიდან და მიადგენა უნდა ითანამშრომლო ჩვენთანო იმაზეო არჩევნებზე და იმაზე. თქვენ დედაც მოყვანთ, ნაცების დედაც მოყვანთ, კოცების დედაც მოყვანთ, მოგიდნენ ხელი და შეაბრუნდნენ ციხეში. 5 წელი დაუმატე არჩევნებზე არ ვეხმარებო. იჯდა მოიხადა ის 5 წელი, არც ქვეყნიდან გაუშვეს. აი ეს ქართული ოცნება. ძველბიჭური პოლიტიკა ცალკე, აი ეს აქტივიზმი ცალკე, ის ცალკე და საბოლოო ჯამში ასეა. კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგ ტრაქტორები 3 თვის წინ დაიქოქა ეგერ თუ 4 თვის წინ იმაში. შალო მაღრაძე რო იყო ჩასული გონიოს პოლიგონზე, სადაც იქაც არაბული ქალაქი უნდა აშენდეს. მაგრამ ხმა არავის არ ამოუღია. ამათ ეს ყველაფერი უნდა გააბანძონ. ასეა. ჩვენ რო დაგვიჭირეს დიდგორობას რო აღნიშნავდით. ბათუმში რომ მივდიოდით და არც მიგვიშვეს იქამდე და კანონიერად ვითხოვდით რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი უნდა დაიდგეს თქო. ეს კაი თემა იყო, ეს შეფუთეს მერე და გაკეთეს რა. ნებართვის გარეშე დადგეს ეს რა ქვია. ხმლის ფორმის ჯვარი. ნებართვა რო არა გააქვს, ის რო არა გააქვს, იმას რო აიღებს სახელმწიფო ახლა გაიგე? და ამოთხარაო სახელმწიფო და იქ ერთმანეთს დაერიან ზოგი ჯვარს უძახო და ზოგი ხმალს უძახო და ეს იყო ეს ჩარეული ამ ყველაფერში. აღმაშენებლის ძეგლი რომელიც ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით უნდა დაიდგეს, მაგრამ არ იდგება, იმაზე არავის ხმა არ ამოუღია. არავის. ეს პროვოკაციებით ცხოვრობენ ესენი და ასე უნდა პოლიტიკური ქულების დაწერა. რა თქვენით წარმატებები. სანამ ერმილინიმსაც სახელს ახსენებდეთ, პირში სპირტი გამოივლეთ და კაი გემრიელად ქოლგეითით გაიხეხეთ რა კიდე. რომ ამ ბაქტერიები არ შეგყვეთ რა. ერთი დღე ვერ იცხოვრებთ. ისე რითაც მე მთელი ჩემი ცხოვრება ვცხოვრობ. ხო, თქვენგან განსხვავებით. არავის დავალებები არ მიკეთებია მე არასდროს. არავისგან ფული არ ამიღია. არავის ფსევდოპატრიოტიზმზე მხარი არ დამიჭერია. საკუთარი ვიგოდის გამო და კაცი არ გამიყიდია იმისთვის რომ ჩემი მომავალი მეყიდა. და ტყილა უბრალოდ ადამიანი არ გამილანძღია. თუ ლანძღავ და თუ ვაგინებ ვინცა სალანძღავი და საგინებელი. ყველა იმსახურებს მაგ ყველაფერს და იმიტომ ლანძღავ და იმიტომ ვაგინებ. იმიტომ ჩემი ერს ყველა აშტერებს. ყველა ცდილობს ჩემი ერის გამოყენებას თავისი მიზნებისთვის და იგივე ვხედავ დღესაც. იგივე ვხედავ სამწუხაროდ და საუბედუროდ. ვხედავ იმას რომ ეს მოდელი რომელიც უსმა შექმნა მუშაობდა და მუშაობს. მაგრამ არა ბევრი დარჩენილი, ახლა ჭირდებათ ეთყობა რაღაც კიდე გულანთებული ადამიანები ვინცა ასე გააყოლონ ესეთ ერკემალს, მე ეს ერკემალი ლამაზად გამოძრობა და იმ გულანთებულ ადამიანებს ჩავიან ციხეში, მე იმ ადამიანებს ვეღარასდროს ვერ ალაპარაკებთ, ვერაფერს ვერ ათქმევებთ, იმიტომ იმდენ სიბინძურეს ნახავენ. გადახედეთ უამრავ ადამიანს, რომ როგორი გულანთებით იდგნენ და სახელი არ უნდათ პოლიტიკის ხსენების. აი ესეთი სრულ ლიდერების გამო. აი ესეთი სრულ ერკემლების გამო. გაყვნენ, მე ეს ხალხი გაწირეს და ეს ხალხი გამოვიდა ციხიდან და საერთოდ არიღებენ ხვას, არიან მისთვის. ესა. პატრიარქი უყვართ. პატრიარქი. მაინც მიყვეს. ცი აი ამ ყველა ბიოლოგიური ნაგავი იმას რა ქვია პატრიარქის იმას რო იფარებთ. ჯერ ერთი ილია მეორის გზით კი არ უნდა იარო ადამიანმა. ქრისტეს გზით უნდა იარო. თუ ქრისტიანი ხარ და არა კერპომანი. რო იცოდეთ ისე. ეს შიო იქნება თუ რიგითი მლოცველი იქნება. ადამიანი ყველა ადამიანია და ღმერთი ღმერთია. და ღვთის სიტყვას უნდა მიყვე და ქრისტიანობას უნდა მიყვე. და არა ის რომ პატრიარქი გააიგივო ქრისტესთან. რასაც თქვენ აკეთებთ? ნულის დონის განათლება. და ეს მოღალატე საპატრიარქო. გამდგარიროა ეგერ გვერდზე და ფულებს ითვლის რამდენი აქვს შემოსავალი. იქედან მაქრომაგი გაკეთდება. აბა ერთ მოიკრიბეთ ყველა და გადიდეთ და მიადექით ახლა შიოს. და მოთხოვეთ გამოვიდეს ხალხის გვერდით დადგეს. გამოვიდეს ჯაღმაიძე ხალხის გვერდით დადგეს. გვეყიდება, გვექცევა, ღვთისმშობლის წილხედრი ქვეყანა.
დაღუპულები ვართ. გვიშველე პატრიარქო, დაგვიდექი გვერდით. გაგვიძეხი წინ. რატო? თქვენ უფრო მეტი გესმით? თქვენ უფრო მეტი გესმით ვიდრე იქ? თქვენ უფრო მეტი იცით ვიდრე იქ? თქვენ უფრო მეტი გევალებათ ერის მიმართ ვიდრე იმათ? გამოდით, მიდით და მოთხოვეთ. აყიდულია პატრიარქო, ნახევარი საქართველო. ამხელა ურდომოდეს ჩამოსასახლებლად. გამოდით, მოთხოვეთ. ამით მოთხოვეთ. კი ბატონო, პაპიზმია. ამას ქვია პაპიზმი. რაც იყო შუა საუკუნეების ევროპაში. პაპი რასაც იტყოდა, ისე იყო ყველაფერი. გაიარა შიგ ევროპამ დიდი ხანია. საქართველოში არასდროს ყოფილა პაპიზმი, მაგრამ მათმა დაამკვიდრეს. არა, ხატია ჯანაშია გადაარჩენს იმას, რა ქვია, საქართველოს. არ გამოდის? ბევრი რო არ გამოდის, ზუსტად მაგით არ გამოდის, რომ მაგნაირი ლიდერები ხართ. ზუსტად მასეთები ხართ. ჰა, დიდი, თუ მოიკრიბა 1000-2000 ადამიანი და ბევრი გააკეთეთ. დავამთავრე მე ამ თემაზე ლაპარაკი და არავის არ მოგცემთ იმის უფლებას უშიშროების ბინძური მეთოდებით ჩემი ერი გამოაშტეროთ ისე როგორც გამოგიშტერებიათ აქამდე. ყველამ თქვენ საქციელზე აგეთ პასუხი ერისა და ქვეყნის წინაშე. შენ კიდე ზრდილობა ისწავლე უფროსი ადამიანების მიმართ. ენას დააჭირე კბილი, თუ ვინმე მოვიდა და იქ გვერდში დადგომა დაგიპირა დედისტოლა და მამისტოლა ხალხმა. ერმილე ნემსაძე სანამ ახსენებ კიდე ხო, მანამდე ის გამოივლე და რამდენიმე ვინმესთვის მე პატრიარქისთვის არ შემეგინებიოს, იმდენი შემგინებლის და იმდენი დამბრალებლის დედას შევეცის უყოლასას. ყველას გეხებათ, ვინც ამ იმას მემაწერთ. ხო? ეს იყო და ეს. კარგად გრძელდებოდეთ.